ცოტა ხნის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქოცმა ავმა შვილიშვილის ტოლა გოგოს ცემა ქუჩაში. მხოლოდ იმის გამო, რომ ეს გოგო აგროვებდა დუშენის ბავშვთა სოლიდარობისათვის ხელმოწერას პეტიციას. და შელაპარაკების დროს გაუქანა ტოლიპა და ფიზიკური და მოკლედ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალმა პროფესორმა შვილიშვილის ტოლ გოგოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ის აგროვებს, როგორც გითხარით, ხელმოწერებს იმას, რასაც კოცების აზრი არ აქვს და არარაციონალური არის, იმიტომ რომ ეს ბავშვები მაინც უნდა მოკვდნენ. იცი რა არის? ბევრი რამე მინახია ჩემ ცხოვრებაში რა. მე სექტებიც მინახია, იმიტომ რომ პოლიტიკური სექტები იყო ფაქტობრივად ყველა წინა ხელისუფლებიდან გამომდინარე. ერთ და იგივეს გვანანეს ბელადომანი ჩხპრობილი ხალხი, მაგრამ ასეთი რაღაც არ მინახია მე, იცი? აი ესე გამწარებული ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ რაღაცებს თვალებზე ლიბრს გადაიკრავენ და არ ესმინ და არ უნდა დაინახონ. რა ვიცი, დედა ბებია. როცა ხედავ შენი თვალით, რომ ბავშვი სავარძელში არის და ვერ მოძრაობს, ხო, ხედავთ ის ბავშვებს. ვერ მოძრაობენ ბავშვები უკვე. და არიან ბავშვები, რომლებსაც იგივე ელით იქვე დგანან, ხო? და ამაზე ამბობ, არა მხოლოდ უბრალოდ უარს მათ დახმარებაზე, არამედ აგრესიულად ახარ განწყობილი მათ მიმართ. იმიტომ რომ ისინი ბედავენ, რომ სიმშვიდე დაურღვიონ შენს საყვარელ ხელისუფლებას, ან შენს. აი იცი როგორ არის? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა იცით რა გააკეთა? გეცოდინებათ შეიძლება ეს ამბავი. აკრძალა დედაქალაქის და პეტერბურგის და დიდი ქალაქების მოსახლეობაში ინვალიდები. რაღაც კუნძული გახსნეს ცალკე და იქ ყველა გადაასახლეს. არაფერს არ ვიგონებ, მართლა ასე იყო, შეიძლება ბევრმა იცის კიდევაც გაუგეთ, დამინდას ინვალიდები გააქვს, რომ ხალხისთვის არ შეეხსენებინა ომში მიღებული უმძიმესი ტრავმები. ქალაქებიდან ინვალიდები გააქრეს. აი ესე ერთი ის არის რა, ერთი ალგორითმი მოქმედებს ამ ტოტალიტარულ სექტებში რა. არა აქვს მნიშვნელობა 21 საუკუნეა თუ მე-15. ერთ და იგივე შეგრძნებები აქვს ამ ხალხს. ბელადისადმი უსაზღვრო მორჩილება და მონური სიყვარული. არქიფოსეთური იგივე ხო რამდენჯერ მითქვი, არქიფოსეთურია ბორი ამათვის. აჯვამს თავზე აფსამს, დენი გაუძვი რა 33%-ით. 15-20 ლარით მეტი გადასახადი მიუვიდა ყველას. აჯარიმებს საკუთარი სახლის წინ არ შეუძლიათ მანქანების გაჩერება. იმიტომ რომ ჯარიმებს აძლევენ. საგზაო მოძრაობისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჯარიმას უტყამენ და უგზავნიან მესიჯებს. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერზე თანახმანი არიან. ავიც ფსიქიური პრობლემაა უსერიოზულესი ეს. სერიოზულად ყოველგვარი აი ქილიკის და იმის გარშე მართლა უმძიმესი ფსიქიური პრობლემა აქვს და ეს უფრო გამწვავდება. ეს ხოლმე დასაწყისში ვართ ჩვენ ახლა, რასაც ბორი ააკეტებს. ახლა პიროვნების კულტი შემოვა მალე. ვიცი ახლა ეს ხო მეტი რამ ისწავლია ჩემი ათწლეულების განმავლობაში ამას სწავლობ ადამიანის ფსიქიურ мотивაციას. კულტ შემოიღებენ მალე. და ბიძინაზე გადაკრული სიტყვისთვის კი დასჯიან ხალხს, როგორც სტალინიზმის მაგალითად ანეკდოტების გამოიჯდა ხალხი გულაგებში. არა უბრალოდ მხოლოდ სტალინზე მარტო. არა, აი კომუნისტური პარტია და ნებისმიერ კომუნისტზე ანეკდოტის გულისთვის. ხო ვიცით ეგეს. ვეღაცას მოსწონს მეზობლის ცოლი და მის ქმარზე წერს დანოს, რომ ის ანტისაბჭოთა ელემენტია და ცუდად მოიხსენიებს კომუნისტურ პარტიას. არავითარი გამოძიება, არავითარი მტკიცებულება, ჰოპ. და დარჩა ქალი ქრივი.
ან სახლი მოეწონა ვიღაცას, ეგრე ხდებოდა, საქართველოშიც ესე ხდებოდა. სულ მალე, აი, რა ქვია, დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში 3 წლიანი თავისუფალი, აბსოლუტურად მართლა თავისუფალი მდგომარეობიდან სულ რამდენიმე ხანში, რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში აი ეს ხდებოდა. ერთმანეთს ასმენდნენ. ჯიბრზე, რა ვიცი, ყველაფრის გულისთვის. და ანადგურებდნენ ერთმანეთს. მაშინ ხო იცოდა ხალხმა, რას ნიშნავდა დასმენა. ან რო ეს არის ანტისაბჭოთა ელემენტი, ეს სიკვდილს ნიშნავდა. საუკეთესო შემთხვევაში ციმბირში გადასახლებას. ამას აკეთებდნენ ქართველები. და ეს გენეტიკური ნაგავი ეხლა ამოტივტივდა ისევ, გესმით? ამ წლების განმავლობაში შევარდაძის, სააკაშვილის, ეხლა უკვე ივანაშვილის. აი და გადაითვალეთ ეს ყველაფერი და დააკვირდით რეტროსპექტივას ამ ყველაფრისას. მე ამას პროფესიულად ვაკვირდები და ამაზე ვმუშაობ და ვაანალიზებ, ხო და წერ. და შემზარავი არის ეს სურათი. ეს არის ის სურათი, რომელსაც თანსდებს არშიათ ღვთისმშობლის წილხვედრობის გადაპრანჭვა და პლუს ამას კიდევ უძველესი ცივილიზაციის საქართველო. კი ვარ, ჩვენ უძველესი ცივილიზაციის, ეს ძალიან კარგად ვიცი მე, აწლეულებია ამაზე წერ. მაგრამ ის უძველესი ცივილიზაცია, ლამის დასაბამისმიერი, რა ვიცი, ერთ-ერთი უპირველესი ხალხი რო ვართ დედამიწის ზურგზე, რომელმაც ცივილიზაცია შექმნა და ამავდროულად ეს ჭუჭყი და ნაგავი ერთმანეთთან როგორ მოდის კორელაციაში. ეს რა ხალხი არის? ეს საკოცეთი. ვინ ჩაგვიდო? არავინ არ ჩაგვიდო. უბრალოდ გენეტიკურ დონეზეა დალექილი ეს სიბინძურე. სატანიზმი. იმიტომ რომ დედა ბებია ბავშვზე რო იტყვის დაავადებულზე და სასიკვდილოდ განწირულზე, რომ ეგრა აინშტაინია, რატო უნდა გადავაკვდეთ თავზეო. და პრემიერი რო იტყვის, რომ არარაციონალური ხარჯია მაგათ დახმარე, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ მალე მოკვდებიანო, იმას ნიშნავს არარაციონალური ხარჯი. მოკლედ გამიგძელდა, ვიფიქროთ ამაზე. კარგად გავიაზროთ, სადა ვართ და საითკენ მივდივართ. და კიდევ უფრო უმძიმესი იქნება, გარწმუნებთ კიდევ ერთხელ მე გეტყვით ამას. პიროვნების კულტი შემოვა ბორიასი. თავისი შვილებით გვეყოლებიან ფადიშახება და ვინძლო, როგორც ჩრდილოეთ კორეაშია, ყველა ოთახში და ყველა სახლში ეკიდება მათი სურათები. და ადამიანებს სიცილისაც კი შეეშინდებათ, ვაი თუ ბელადმა დღეს გამოაცხადა, რომ სიცილი აკრძალულიაო. ასე არის ჩრდილოეთ კორეაში. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს, რა ქაქში ვარ.